უმძიმესი მატჩი იყო და ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო, ძალიან მძიმე მატჩი ჰქონდა თბილისში, დრამატულ ბრძოლაში წავაგეთ ბოლო წამებზე მონტენეგროსთან, ჩვენ უშუალო კონკურენტთან პირველი ადგილისთვის. აქედან გამომდინარე იგივე ალბანეთთან ძალიან დიდი სხვაობით ჰქონდა თბილისში მოგებული და ამანაც რა თქმა უნდა თავის გავლენა იქონია. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივახცეთ გამარჯვებას, საკმაოდ სოლიდური უპირატესობით, ცოცხლიანი უპირატესობით. ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს დარჩენილი, შემდეგი თამაში საკუთარ კედლებში სლოვაკეთთან, იმედი გვაქვს რომ გულშემატკივარი როგორც ბოლო თამაშზე ისევე დაგვიდგება მხარში და დაგვეხმარება იმაში რომ კიდევ ერთ გამარჯვებას მივახცეთ ჯგუფში და უკვე შემდეგი ბოლო ტურის ასე ვთქვათ ჯგუფის ბოლო თამაში მონტენეგროში უმძიმესი თამაში გველის, მაგრამ როგორც ახლა თამაშის მერე ბიჭებმა და მწვრთნელებმა შევთანხმდით, მივდივართ მოსაგებად. კი, როგორც გითხარით, დასრულებამდე ორი თამაშია, ორი ტურია დარჩენილი, მე არ მინდა რომ ვიღაცაზე ვიყოთ დამოკიდებული, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, კი, რა თქმა უნდა, დანარჩენ ჯგუფებში საკმაოდ ჩვენ და სასიკეთოდ კარგად ვითარდება მოვლენები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ძირითად ყურადღებას ჩვენ თამაშებზე გავამახვილებდი უმნიშვნელოვანეს თამაშს სლოვაკეთთან და შემდეგ გასვლა, სადაც რევანში გვაქვს ასაღები მონტენეგროსთან.